დღეს ველაპარაკოთ ამერიკაში არსებულ უშნო ძალიან სევდიან მხარეებზე, რასაც დიდად ტელევიზორში, კინოებში, ფილმებში, სერიალებში არ გაჩვენებენ. პირველი არის ის, რომ და ჩემთვის ეს იყო მართლა შოკის მომგვრელი ბევრი ადამიანისთვის, ვინც პირველად ჩამოდის ამერიკაში, არის უსახლკარობის დონე. რამდენი უსახლკარო ადამიანიც ამერიკაშია? არ ვიცი საერთოდ სადმე სხვა ქვეყანაში ამ რაოდენობით თუ შეგხვდებათ. მნიშვნელობა არ აქვს რომელ შტატში ხარ. წითელი შტატია, ლურჯი, ისფერი, არაფერს არ აქვს მნიშვნელობა. ყველა შტატში, ყველა ქალაქში სადაც წახვალთ, ყველგან შეგხვდებათ ძალიან ბევრი უსახლკარო ადამიანი, რომელიც ქუჩებში ცხოვრობს და რომლებსაც მძიმე და არაადამიანურ პირობებში უწევთ ცხოვრება. გასაკვირია იმის ფონზე, რომ ამერიკა ითვლება, რომ არის ყველაზე დიდარი ქვეყანა, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანა მსოფლიოში. მეორე და რაღაცნაირად სევდიანი ნაწილი ამერიკის არის ეგ, რომ მოსამზადებელ პერიოდში, სანამ მუშაობას და სწავლას დაიწყებ, აუცილებლად გიხსნიან, როგორ უნდა მოიქცე სხვადასხვა კრიტიკულ შემთხვევებში და ერთ-ერთი შემთხვევა, რასაც აუცილებლად გასწავლიან, როგორ უნდა მოიქცე. რა უნდა ქნა იმ შემთხვევაში, თუ შენს შენობაში შემოვარდა შეიარაღებული ადამიანი და სროლა ატეხა. მათ ყოველდღიურობის ნაწილი არის ეს განსაკუთრებით ამერიკულ სკოლებში, რომ უნივერსიტეტებშიც და სამუშაო ადგილებზეც, როდესაც პირველი დღე გაქვს, აუცილებლად გასწავლიან, როგორ უნდა მოიქცე, რომ უნდა დაიმალო, თავს უნდა დაესხა, როგორ უნდა გადაირჩინო თავი და ასე შემდეგ. მესამე და ძალიან პრობლემური ჯანმრთელობის დაზღვევა ამ ქვეყანაში არის უძვირესი. ყოველთა დაზღვევა, როგორც ვიცი, საერთოდ არ არსებობს, მაგრამ აქვთ რაღაც სხვადასხვა ტიპის პროგრამები. სწრაფო ოპერაცია, რა ვიცი, ნახulis ბუშზე რო ჩაგიტარონ, სიტყვაზე შეიძლება დაგიჯდეს 50-70,000 დოლარი. დაზღვევა თუ არ გაქვს, შეთვალე, რომ ერთი ცუდი შემთხვევა შენს ცხოვრებაში და შეიძლება რომ უბრალოდ მთელი შენი ცხოვრება თავზე ჩამოგენგრეს, ისე რომ ვალებიდან ვერასდროს ვერ მოახერხო ამოსვლა. სანამ აქ ჩამოვიდოდი, გამავთქილეს, რომ კბილები მოიწეს რიგე, იმიტომ რომ აქ შენი სტუდენტური დაზღვევა კბილის ექიმს არ ანაზღაურებს, იმიტომ რომ ფუფუნება არის ამ ქვეყანაში კბილის გაკეთება, ფუფუნება არის ამ ქვეყანაში სტომატოლოგია და თითქმის ბევრი დაზღვევა და ბევრი პაკეტი სადაზღვევა არ ანაზღაურებს, შესაბამისად, კბილის ექიმთან წასვლა ამერიკელებისთვის მართლა ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ამიტომ არის ხოლმე, რომ მაგალითად სხვადასხვა ქვეყნებში გადადიან, მათ შორის მექსიკაში გადადიან ხოლმე და იქ იკეთებენ ბევრად იაფად კბილებს და მერე უკან ბრუნდებიან.